საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი და მოკლედ იმ თემების შესახებ, რაზეც ვრცლად უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დროას დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მათი გადაწყვეტილებით ხოშტარიას 2 დღის განმავლობაში გადაიყვანენ კლინიკა ვივა მედში, სადაც მას პირადი ექიმების მეთვალყურეობით ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები. შეგახსენებთ, რომ პატიმარი პოლიტიკოსი ქალის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და მისთვის სპეციფიკური მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით დღეს რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან მისი მეგობრებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართა. დღესვე პატიმარი პოლიტიკოსი ქალი მისმა მკურნალმა ექიმმა ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან რამდენიმე საათიანი შეხვედრა შედგა. სწორედ აი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 3 დღე პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან და ნული რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან. გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერის ანგარიშის შემდეგ პარლამენტში მომხდარი ჩხუბით არც სამართალდამცავები დაინტერესებულან და არც სახალხო დამცველი არა და ჯგუფური ძალადობა საკანონმდებლო ორგანოში მთელმა ქვეყანამ საკუთარი თვალით ნახა. ოპოზიციონერი დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ძალადობა მათ წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ანგარიშწორების საფუძველზე მოხდა. მმართველ პარტიაში კი ხელს პოლიტიკური ოპონენტებისკენ იშვერენ, ბრალდებით, რომ პირველად მათ დაიწყეს და ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა, პარლამენტში მომხდარს არც დამნაშავე ყავს და არც დაზარალებული, როგორც ჩანს. პარლამენტის მანდატი ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკა, რომლითაც ცემა ტყეპაც მოსულა და ლანძღვაგინებაც რიგითი მოკვდავებისთვის კი ასეთი ქმედება რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმით ზოგჯერ კი ციხითაც კვალიფიცირდება. მოლოდინი იმისა, რომ შემოდგომით ახალ პოლიტიკურ გადალაგებას უნდა ველოდოთ, დიდი ალბათობით მართლდება. ვინც დასაშლელია დაიშლება, ვიღაც ახალ პოლიტიკურ მეწყვილეს იპოვის, ზოგი კი აქტიური საზოგადოებრივი რელსებიდან უკვე მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაინაცვლებს. ოპოზიციურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეემატა. ჯერ საქართველო და ამ პროცესს გაგრძელება ალბათ კიდევ ექნება. მით უფრო, რომ სულ უფრო გვაჩვევენ აზრს იმის შესახებ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან პოლიტიკური ძალებისთვის აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. მოკლედ ამ თემების შესახებ შესავალში ვრცლად კი უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ პენიტენციური სამსახური და ექიმები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ვივა მედში მოხდება ელენე ხოშტარიას გადაყვანა. ფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ჰუმანური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან თუ სამართლებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლებოდა. მოგესალმებით, ქალბატონო ემა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის, შეგვიძლია შევხედოთ ერთ ფაქტს, ერთ ხეს და შეგვიძლია შევხედოთ დღეს, ხო ეს სხვადასხვა საშუალებაა. პირველ რიგში კონკრეტულ ამ შემთხვევაზე მივესალმები, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილებას იმ გამოძახილისა, რომელიც იყო ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ზოგად სურათს შევხედავთ, ორ საკმაოდ არადამაკმაყოფილებელ საკითხს ვხედავ. ჯერ ეს ერთი საერთოდ რატომ არიან ციხეში ან ელენე ხოშტარია, ან ის სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან დაკავებული არაძალადობრივი ფაქტების გამო, აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანის უფლებების სტანდარტების საწინააღმდეგოდ. თავად ის ფაქტი ჩვენ ჩავარდით ისეთ სიტუაციაში, რომ ტყვეები ყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს და ხან ერთზე ვეხვეწებით, ხან მეორეზე, ხან ნინო დათაშვილზე, ხან მზია ამაღლობელზე და სინამდვილეში მთავარი კითხვა არის ეს ხალხი ტყუილა არის ციხეში. ჩვენ საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ივანიშვილმა ესე გადაწყვეტა, იხდის აი ამ ყველაფრის ხარჯებს აბსოლუტურად ტყუილა.
ვინ არჩუნებთ ამ ხალხს ციხეში, მაშინ როდესაც ისინი უნდა იყვნენ ხალ გარეთ. ეს ერთი, მეორე. აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ასევე, აქ არ მინდა ჩემთვის არ დასრულდება აქ. ყველაფერი ბევრისთვის დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციას ახასიათებს ხოლმე ცეცხლფარეშები ვეთ, ესე ერთი ხანძრიდან მეორეზე სირბილი, მაგრამ ქალთა ჯანმრთელობის საკითხი რჩება, მანამდეც იყო მნიშვნელოვნად. ცოტა ხნის წინ საუბრობდით იგივე პატიმარ ნინო დადათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ზია მაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის არავდამაკმაყოფილებელი, ის რთულობით არ ემსჭერთ ჩვენ არ ვიცით როგორ მკურნალობას განიცდის, ყოველ შემთხვევაში ბოლო ინფორმაცია არ აქვს და ზოგადად აი ერთი ფაქტი მართლა მიწვავს გულს. საქართველოში 100,000 ადამიანზე დაახლოებით 20-30 მშობიარე ქალი კვდება. და ნორვეგიაში ეს სტატისტიკა არის 1. ანუ ჩვენ რატო ვადარებთ ნორვეგიას ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხელა ქვეყანა, მდიდარი ქვეყანა, 5 მილიონიანია ოღონდ. ანუ ეს არის ჩემთვის სიმბოლო, რომ ქალთა ჯანმრთელობის თემა არის უსერიოზულესი, ჩვენ გვეხება, მთელ ქალებს ეხება საქართველოში და აქ არ მთავრდება. ანუ ოპოზიცია ამ საკითხზე უფრო მასშტაბურად უნდა რეაგირებდეს და არა ესე აქცენტირებულად მაგალითად ერთი პოლიტიკოსის საჭიროებებზე, ამას გულისხმობდით? მე ხო იცით, ანუ ქართულ ოპოზიციას მთავარი საყვედური ჩემი ყოველთვის ეს არის, რომ მას არ ახასიათებს ესე საკითხობრივად თემების გაყოლა, ჩვენი ხალხის პრობლემებზე მუშაობა, ის რასაც ფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს. რამდენი დღეა მაგალითად არის სწორედ აი რამდენიმე ორსული ქალის ტრაგიკული ამბავი. ძალიან მძიმე შემთხვევებია და სხვათა შორის აი პროდიუსერთანაც მქონდა ოღონდ სხვა ფორმატში საუბარი იმაზე, რომ მოვამზადოთ ამაზე გადაცემა, იმიტომ რომ მისაღები არის პასუხი რა თქმა უნდა, შესაძლებლობა არსებობს სამედიცინო შეცდომების დაშვებისა, მაგრამ ეს ამან არ უნდა მიიღოს რაღაცა სისტემური და პერმანენტული ხასიათი, რაც გვაქვს სამწუხაროდ დღეს სახეზე. და პასუხებია გასაცემი თუ რატომ ეძლებათ მუშაობის უფლება, ლიცენზია ჩამორთმეულ ექიმებს და ზოგადად ვინ ამოწმებს იმ ექიმების პროფესიონალიზმს და კვალიფიცირებას, ვისაც უშუალოდ პაციენტის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან აქვს შემხებლობა. აბსოლუტურად. ჩემთვის ერთი კონკრეტული ცნობადი ადამიანის ჯანმრთელობის თემა არის სიმპტომი სისტემაში რა ხდება. ხო, მსგავს უთანასწორო სიტუაციაში ჩვენ ვერ ვიგებთ აი იმ ადამიანების და იმ ქალების სახელებს, რომელსაც მსგავსი უფრო სერიოზული პრობლემა აქვს. ექიმის ფული არა. ჩვენ ვიცით რა ღირს საქართველოში ქალების კვლევების ჩატარება, რაღაცა არის კლინიკ ცენტრები, მაგრამ გარდა ამისა, ონკოპაციენტები რო გაფიცულები იყვნენ, იქ გვიგებდით ჩვენ რომ სადიაგნოსტიკო კვლევა ადამიანება ჯიბიდან უნდა გადაიხადონ. ანუ ქალთა ჯანმრთელობა სერიოზული თემაა და აი ეს ორსული ქალების დაღუპვა ხო გეუბნებით, სტატისტიკა არის კატასტროფული, იმედია და მოუწოდებს სამედიცინო საზოგადოებას, რომ სანამ შემოვა ამ საკითხში თავისი კორუფციული ინტერესით ხელისუფლება, რომელიც არის ხო თვითონ სამედიცინო საზოგადოება მიმსჯელოს, რატომ არის ასეთი სავალალო მდგომარეობა. და ანა, თქვენ რომ აი მოუწოდოთ, თქვენ დააორგანიზოთ, თქვენ მოახდინოთ ინიცირება, თუნდაც აი ესეთი საპროტესტო, არ ვიცი, მსვლელობის აქციის, მოუწოდოთ დანარჩენ ოპოზიციასაც შემოგიერთდნენ, მიიღონ მონაწილეობა, რომ რაც შეიძლება უფრო ხმამაღლა ისმოდეს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა ქალთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ანუ როგორ ფიქრობთ, უარს გეტყვიან? ცალსახარი, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პროფესიულ წრეებთან მუშაობა, იცით რა არის, მე ახლა ოპოზიციაში გამოცდილი, ჩემზე ბევრად გამოცდილი ხალხია. არის ხალხი, რომელიც 20 წელია და კი არა და 30 წელია ამ საქმეშია. ჩემი სამუშაო სფერო ამ შემთხვევაში არის ადამიანები, რომლებსაც ცოდნა აქვთ ამ სფეროსი, ექსპერტიზა აქვთ, წუხან, აი ის რაც გაკეთდა მაგალითად აზარტულ თამაშებზე, ხო, სანამ მე არ ამოვიღე ხმა, მანამდე ყველა მიცოდა ამ პრობლემის შესახებ და იმის შემდეგ, რაც ჩვენ მქონდა აზარტული თამაშების შესახებ წინააღმდეგ კამპანია, რაღაცა ნორმალური გახდა, ამაზე საუბარი, დამოკიდებულებაზე საუბარი, ექსპერტები გამოვიდნენ, ფსიქიატრები გამოვიდნენ, ახლა კი ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ამ სფეროს კანონმდებლობამ, ქართული ოცნების მიერ მიღებულმა, მაგრამ ეს ჩემი სამუშაო გეთანხმებით და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, არის
ის ექსპერტები, ის გულანთებული პროფესიონალები, რომელსაც ეს სფეროები ადარდებთ. ხო, ყურადღების მიქცევა თუ არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მისათვის, რომ რაღაცნაირად პრობლემის მოგვარების პროცესი დაიწყოს, ამისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სწორედ ინიცირება ასეთი გამოსვლების, იმიტომ რომ გვაქვს პრეცედენტები, ხო? რა ვიცი, აქონდროპლაზიის დაავადებული ბავშვების შემთხვევა, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების შემთხვევა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალისხმევას ყოველთვის შეუძლია გარკვეული შედეგი გამოიღოს. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დღესაც არის აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პარასკევს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო სკანდალური არა მხოლოდ პარლამენტის ხდომა, არამედ სკანდალური სესიის ფინალური, ასე ვთქვათ, სხდომა, ხომ? კახალიას გუნდი ითხოვს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს ამ ყველაფერს, ქართული ოცნება კიდევ ბოდიშით შემოიფარგლა და ამბობს, რომ იცი რა, ეხა ქართველი კაცი გინებას მისი მისამართით ვერ მოითმეს. მოდი ობიექტურობისთვის ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში არა მხოლოდ ამ მოწვევის, იმ მოწვევის, იმის წინა მოწვევის და ასე შემდეგ და სხვა შენობაში რომ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს დეპუტატები იკრიბებოდნენ, იქაც არაერთი ხელჩართული დაპირისპირება გვინახავს. მგონია სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება არც ერთს არ მოყოლია. მე ჯერესერთი რა თქმა უნდა შევიწრწუნდი იმის ნახვით და აი სულ ახლახანს იყო გორის პოლიციის ფაქტი და ჩემი აზრით ეს ერთი და იგივეა. ერთ შემთხვევაში ეს არის ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ჩაქოლეს, ხო, ესე არის და მეორე შემთხვევაში ესენი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. უმსგავსობა იყო ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ამ ხალხმა როგორ შეიძლება რაიმე სტანდარტი კანონის მიღებით ვიღაცებს დაუწესონ. ახლა წარმოიდგინეთ, შეიძლება ხვალ აი ეს მოძალადე ადამიანები შეიკრიბნენ და გადაწყვეტონ, რომ რაღაცა აწიონ, ან ჯარიმა დაწიონ, ან რაღაცა ძღოლს რომელმაც იყვირა, იმას შენიშვნა უნდა მისცენ. ხვდებით ჩვენ როგორ აბსურდში ვარ და რამდენად ლეგიტიმაცია გამოცლილი არის მთლიანად სისტემა. თუმცა ვერ გამოვდგები კახარიას გუნდის დამცველად ორი მიზეზის გამო. ჯერესერთი, როდესაც ამ პარლამენტში შედიხარ, მათთვის არ უნდა იყოს სურპრიზი, რა მეთოდები აქვს ქართულ ოცნებას და რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება, რა მეთოდები დარჩა. ისინი, როდესაც შევიდნენ ამ რეალობას შეხედეს თვალებში, რომ შევიდნენ შესაბამისი შემადგენლობით პარლამენტში, მე მგონი უნდა გაითვალისწინებინათ, რომ ახლა ომში როცა მიდიხარ და ეს ომია ამ ხალხთან შესვლა, გასაგებია რომ ამ ომში რა მოხდება, ერთი. და მეორე ხა მე გაგახსენებთ და ვიტყვი ახავე, გაგახსენებთ რომ 20-20-ში მე ვიყავი დიდუბეთ-ჩუღურეთის კანდიდატი, მაგალითს გეტყვით მე თვითონ ორსულად ვიყავი, თავს დამესხდნენ წერეთლის 105 ნომერში და განცხადებად შევიტანე, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტი, ერთ-ერთი თავდასხმა ჩემს პატარა გუნდს. თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მოაყენეს, ჩვენ გაქცევა მოგვიწია, საფრთხის წინაშე დავდექით, განცხადება შევიტანე, ვინ იყო მაშინ პრემიერი? გიორგი გახარი. ანუ პირდაპირ გიორგი გახარიას აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაშინ თქვენს მიმართ განხორციელებულ ძალადობას არანაირი რეაგირება არ მოყოლია? სასახად, იმიტომ, არა, მე ამ შემთხვევაში ვარ უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტი, კონკრეტული ფაქტი, თორე პარლამენტშიც ძალიან ბევრჯერ მომხდარა ეს პირველი გარჩევა ძალადობრივი არ არის, ფრინავი დაჭიბე ვერაია რომ იყო, ეს სწორედ გიორგი გახარიას დროს ხდებოდა, როდესაც ის იყო. ანუ გახარიას დაუბრუნდა ის, რაზეც თავის დროზე, რა ვიცი, რეაგირებას არ ახდენდა, სათანადო რეაგირებას არ ახდენდა, თვალს ხუჭავდა. ნახეთ, იგივე არ შეიძლება პოლიტიკაში ვიყოთ და ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, ცეცხლს ჩამქრობით. მარტო მაშინ როცა ჩვენ გვაწუხებს უბრუნდება გახარიას არა არ ვიტყოდი უბრალოდ მან გაუშვა შესაძლებლობა რომ ძალიან ხა იმაზე ზევით თანამდებობა არ არსებობს ხო თანამდებობა არ არსებობს ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე იყო 9 წერია ყველა საფეხური გამოიარა და იყო პიკში და ყველა შესაძლებლობა არ გამოიყენა რომ ეს დღეს არ მომხდარიყო ეხლა გავრილოს აღარ დაუმატებ როდესაც შვიდობიან მოქალაქეებს გამოეკიდებიან და რაც მოხდა ამ სისტემის ხელწერა იყო ისიც ხო ამიტომ მე მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უმსგავსობაა რა თქმა უნდა გამოსაცვლელია უბრალოდ ამ სისტემის ერთ-ერთი აი აგურის დამდებისგან
და ამიკვირს შეცხადება ამ ვითარების. ხო, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ახალი პარტიების დაბადებას ეხება. სხვათა შორის არაერთხელ მოგვისმენია ხომ, რა ვიცი, ანალიტიკოსებისგან, პოლიტიკური ექსპერტებისგან, არ ვიცი, ზოგისგან მოთხოვნილება, ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის შესახებ, ზოგისგან სურვილი. ახალი პოლიტიკური ძალები როგორ გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ძირითადად ისევ ძველი სახეებით დაკომპლექტებული. აი, ჯერ საქართველოს შემთხვევაში განსხვავებული ვითარება გვაქვს, თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ და არ უყურებთ მათ როგორც რაღაცა ახალ და იმედის მომცემ პოლიტიკურ ძალას. მოგახსენებთ, ახლა პირველ რიგში მეც მიხარია, რომ რაღაცა დუღილში არის ქართული პოლიტიკური პროცესი. ტკივნეული რაღაცეები მოხდა და გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ტკივნეული საშინელებები გააკეთეს რეალურად, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ ეს სფერო, ის რაც ბიზნესთან მიმართებაში გააკეთეს ახლა, რომ ბიზნეს არათუ დაფინანსება აუკრძალეს, საერთოდ დაფინანსებაზე ვილაპარაკობს, საფრთხის მომცველია პოზიცია კონდეს ბიზნესს, ხო? ეხლა ამ ვითარებაში გვიწევს არსებობა. აქ თუ ვიღაცა წესიერი და გულანთებული ადამიანი შემოვა, მაგას რა ჯობია? ღია ვარ სრულიად თანამშრომლობისთვის კიდევაც. რაც შეეხება უბრალოდ ღია ხართ თანამშრომლობისთვის ჯერ საქართველოსთან? აი ეხლა დავაზუსტებ, იმიტომ რომ ივანიშვილის ადვოკატი ეხლა ცოტა სხვა საკითხია. ვერ ვიტყვი რომ რაიმე ახალ ძალასთან გვაქვს აქ საქმე, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც 20 წელია, როდესაც ქვეყანა ბოლო რაღაცა პერიპეტიებში და ქარტეხილებში იმყოფება, გულისხმობ წინა ხელისუფლებასაც და ამ ხელისუფლებასაც. როდესაც აი ეს სახელმწიფო სისტემამ ჩაგვრელი ძალადობრივი მათ შორის, რომელიც ახლა ჩვენ დავინახეთ, აი ეს იკრიბდება, ფორმირდება და ამ 20 წლის განმავლობაში ადამიანი, ჩვენს წინაშე ადამიანი, რომელსაც დღეს აქვს ამბიცია, რომ იყოს პოლიტიკური ლიდერი, ერთ-ერთი პოლიტიკოსი კი არა, რომ რაღაც კანონი დაწეროს. პოლიტიკური ლიდერი და არასოდეს არ ქონია დუღილი, რომ ამ რაიმეზე, აი გავრილოვის ღამეზე გამოსულიყო და რაიმე ეთქვა, ბავშვებო თქვენს გვერდზე ვარ. თუმცა გვახსოვს მისი მხრიდან ირაკლი კობახიძის კრიტიკა, მაშინ როდესაც აგენტების შესახებ კანონი იქნა მიღებული. ცით რა არის? მე და ის იმ პერიოდში ჯერ კიდევ ივანიშვილის ადვოკატი იყო, როგორც მახსოვს. განცხადებებს თუ ჩახედავთ, მე მიკვირს, რომ ვინმე ამ ორგანიზაციას და თვითონ ივანიშვილის ადვოკატს უწოდებს ოპოზიციას მწყინს, იმიტომ რომ თუ ადამიანი, რომელიც 2022 წელს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამბობდა, რომ ხელისუფლება მართალია, ციტირებ, ბიძინა ივანიშვილი მშვიდი ადამიანია და გაწონასწორებული, ეწინააღმდეგებოდა პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის მიმართ, აკრიტიკებდა ევროპარლამენტს მისი პოზიციების გამო, გაკრიტიკებდა მედიას. იმ დროს ზუსტად აი 2 წლის წინამდე, მანამდე და როდესაც მთელი ქვეყანა იყო ქარტეხილებში და მძელვად აყვანილი, ამ დროს ართული და საჭიროდ რამე ეთქვა, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს უნდა დაუბრუნდეს თავისი 2 მილიარდი. ახლა ასეთ ადამიანს ჩვენი კონსტიტუციით მე მინდა ისეთი ქვეყანა იყოს, რომ რაც უნდა ისაკეთოს, მაგრამ ნამდვილად მე არ ვუწოდებდი ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში თუ ეს ოპოზიცია, ეს არის ხალხის ძალა 2. ბიძინა ივანიშვილის მაქებარი, ოღონდ შეიძლება ლურჯი ფორმა არ ეცვას და სხვა რამე ეცვას. ხო, ანუ თქვენთვის წითელი ხაზია, როგორც მივხვდი, თქვენ ხართ მზად ითანამშრომლოთ ნამდვილ ოპოზიციასთან, მაგრამ წითელი ხაზია ახლად დაფუძნებული პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო, ანუ თქვენთვის ვიქტორ ყიფიანი არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ჯერ კიდევ ამ სტატუსით მოიხსენიებთ? ცით რა არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში. ხო, ადამიანი, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჯერ კიდევ თვლიდა და იმის მერე კიდევ 1 წელი თვლიდა, რომ ყველაფერი კარგად არის, ივანიშვილი მართალია და მთელი განცხადებები იძებნება, ეხლა ხო არ შეიცვლიდა ამ მოსაზრებებს ერთ დღე-ღამეში. მე ეს პოზიცია ძლიერ საქართველოშიც მქონდა კოალიციაში თავიდანვე, სხვათა შორის მაშინ ძლიერმა საქართველომ გადაწყვიტა მასთან გაეფორმებინა მემორანდუმი და მაშინ მე ვთქვი, რა ტიპის მემორანდუმზე იყო საუბარი? რაღაცა თანამშრომლობის მემორანდუმი პოლიტიკურ საკითხებზე, რომ ის გაუწევდა რაღაცა ექსპერტიზას ჩვენ კოალიციას და მე ვთვლიდი, რომ ესეთი ადამიანი ამ მონაცემებით, რომელსაც მთავარი მახასიათებელი პოლიტიკური გამბედაობა საქართველოში
პოლიტიკური ლიდერი გამბედაობის გარეშე ჩათვალეთ, რომ ხვალ არის კოკოიტი. ანუ ჩათვალეთ, რომ ხვალ მას დაურეკავს პუტინი და იმას გაახტუნებს როგორც უნდა. ან რომელიმე სხვა იმპერიის წარმომადგენელი. და ეხა პირი, რომელსაც რაც თავი მახსოვს ამ ეს ქვეყანა გაჭირვებაშია და არასოდეს არ ქონია გამბედაობა, რომ საჯაროდ რამე ეთქვა, სანამ ივანიშვილთან არ იმუშავა მის 2 მილიარდზე და მხოლოდ ამის შემდეგ მე ვთქვი რომ მე ამას არ მივცემ საშუალებას რომ ეს სტატუსი კონდეს. ანა, განა გვიკვირს რაღაც ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები პოლიტიკაში, ხო? იგივე თქვენ ახსენეთ ლელო ძლიერი საქართველო, რომლის კოალიციის წევრიც თქვენ იყავით და შემდეგ დატოვეთ. ისინი პოლიტიკაში სწორედ აი ამ გზავნილით მოვიდნენ, რომ არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა, ხა ზოგი ლელო გახარიას პარტიასაც იგივე წითელი ხაზები აქვს გავლებული. უბრალოდ თქვენ შემთხვევაში მეჩვენება, რომ ყველაზე მეტი წითელი ხაზი თქვენ გაქვთ. ანუ აი შეგიძლიათ ერთი პოლიტიკური ძალა მაინც დამისახელოთ ოპოზიციურ ფლანგზე, ვინც თქვენს შეხედულებებთან ახლოს დგას და ვისთანაც არათუ მზად ხართ თანამშრომლობისთვის, არამედ შესაძლებელია ეს განხილვის პროცესიც მიმდინარეობს, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოვდება თუნდაც კალენდარული არჩევნები და ვიცით რომ პოლიტიკური დრო კიდევ უფრო სწრაფად გადის ვიდრე რეალური ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად ხედავთ მზაობა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა, რომ რაღაცნაირად შეიამხანაგონ თანამოაზრეები და გაძლიერდნენ, მოძლიერდნენ არჩევნებისთვის. საქმე რა შეეცით, როდესაც ახლა შეიძლება ახლად შექმნილი ჯგუფები ნერვიულობდნენ, იმიტომ რომ თუ ისინი ფიქრობენ არჩევნებზე, თუნდაც 2028 წლისთვის, აქ საუბარი არის 5%-იან ბარიერზე და გუშინ შექმნილმა პარტიას სჭირდებოდეს პარტნიორები, ასევე პარტიებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების დროს ფაქტობრივად განადგურდნენ, ეს არის ფაქტები. მათაც სჭირდებოდათ პარტნიორები. ჩემ შემთხვევაში ჩვენ დავფუძნით პარტია ხალხისთვის როგორც მემარცხენე პარტია და დავფუძნით, იმიტომ რომ ეკონომიკური უთანასწორობა მგონი არის ყველაზე მტკივნეული საკითხი. რაც არ უნდა გამოცვალოთ მურუსიძე ჩინჩალაძე, თქვათ, სხვა სახელებით და გვარებით, გარდა ამისა, თუ ეკონომიკურ უთანასწორობას არ მივყევი, მაგალითი მინდა გითხრათ, დღეს გამოქვეყნდა, შეიძლება თქვენთანაც ინფორმაცია, ნათია თურნავამ დაახლოებით 400.000 ლარი აიღო ხელფასი ამ წინა წელს 400.000 ლარი საქართველოში, სადაც ადამიანებს, აი არ ხუმრობ, ადამიანებს აქვთ ხელფასი 800 ლარი, 1200 ლარი, ეს თუ გაქვს სამსახური, ხო? მსგავსი მტკივნეული უთან კი როგორ უნდა კონდეს? ეროვნული ბანკის პრეზიდენტია და ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე არის პასუხისმგებელი. გააჩნია ქვეყანას. წესით უნდა იყოს კომერციული ბანკების ბაკონტროლებელი ეროვნული ბანკი, ხა ჩვენთან ამ მიმართულებით რამდენად კონკურენტული გარემო ეს კიდევ სხვა განხილვის თემა, მაგრამ ნუ ასეთი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირს არ უნდა კონდეს ამ ხელახელფასი. გააჩნია ქვეყანას ევროპაში და ამერიკაშიც დაწესებულია საშუალება რომ არ იყოს მსგავსი უზარმაზარი ზღვარი ხელმძღვანელობას გარკვეულ ფენებს შორის და მოსახლეობის დანარჩენ ნაწილებს შორის. იქ სადაც მოსახლეობის უმეტესობას ელემენტარული პრობლემები აქვს, ანუ სოციალურ დაუცველთა რაც უნდა ხშირონ ეს სია, მონაცემები ხო უზარმაზარია 600-700.000 ადამიანს აქვს ელემენტარულად გადარჩენის პრობლემა. ანუ შენ რო იყო ნორვეგია, სადაც ადამიანების ხელფასი არის 4-5.000 ევრო სტოლფასი, ხო, ჩვეულებრივი ხელფასი. მაშინ შესაბამისი უნდა იყოს, ხო, ანაზღაურება. აქ მნიშვნელოვანია რა ხელისუფლება გვყავს ჩვენ. ირაკლი კობახიძე მაინც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ მინიმალური ხელფასის კანონმდებლობის შემოღების მომხრე არ არის. ჩვენი პარტია ხალხისთვის, ხო, ვისთან ითანამშრომლებთ. იმიტომ რომ მისი, ასე ვთქვათ, მონაცემებით საშუალო ხელფასი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება, სამშემოსავლო გადასახადის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის. ხო, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა, რომელსაც სტატისტიკის სამსახური წელს სადღაც კაბინეტში არის აბსოლუტური სისულელე. ისინი ისე ითვლიან ამ ციფრებს, ითვლიან რა ფული ტრიალებს, საქართველოში დიდი ფული ტრიალებს გააბატონებმა, თქვენ ჩემზე კარგად იცით. მაგრამ ეს დიდი ფული ტრიალი, როგორ ჩანს ეს, როგორ ხა ამდენი ზუსტად ამდენი პორშე და ფერარის სალონები,
ეს არ ნიშნავს, რომ ჩემ მეზობელს აგერ აულაბარში აქვს საშუალება, რომ პორშეთი და ფერარით იაროს. ეს კონკრეტული პატარა ფენისთვის არის, რომელიც ამ ფულს ხშირ შემთხვევაში იქით-აქეთ ატრიალებს. და ეგენი ყოფენ უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობაზე და ამბობენ, რომ მოემატა ყველას ხელფასი. როგორ? აბა შეიხედეთ ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიებში. როგორ შეიძლება ერთის მხრივ თვითონ ამბობენ, რომ ფასები არის პრობლემა და ადამიანი თურმე ეძებს, რაც მართლაც ასეა. 5 თეთრით რახან იაფია არის, თქვა ზეთი ერთ სურსათში იქ მიდის და არა მეორეში. ელოდებიან, როდის გამოცხადება რაღაც ფასდაკლება. და მეორეს მხრივ შენ ამბობდი, რომ თურმე ხალხს ხელფასები გაეზარდა. მესმის, ასე ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური არჩევანი, რომ ძირითადად ესაუბროთ ხალხს სოციალურ თემებზე და ამით აჩვენოთ, რომ თქვენ ძალიან კარგად გესმით, როგორც პოლიტიკოს მათი საჭიროებები, მაგრამ აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ, ასე ვთქვათ, საქმეში კარგად გარკვევა არ არის საკმარისი. ამ პრობლემებს ჭირდება სახელისუფლებო ბერკეტი იმისათვის, რომ ეს პრობლემები იქნას სამომავლოდ გადაჭრილი. ანუ ვუბრუნდები ისევ იმ საკითხს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ იმდენად ძლიერი პოლიტიკური ძალა ხართ, რომ პოლიტიკური პარტნიორი არჩევნებში არ გჭირდებათ ხელისუფლების დასამარცხებლად? ან შესაძლებელია თქვენ არ გაქვთ საარჩევნო დღის წესრიგი, იმიტომ რომ ამაშიც იქნებ გაგვარკვიოთ და მიგაჩნიათ, რომ შესაძლებელია რაღაცა სხვანაირად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ქვეყანაში? იცით რა არის? ჩვენ რა თქმა უნდა კონსულტაციების და პარტნიორობის დონეზე ყველა ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც არის გარდა იმ ჯგუფებისა, რომელთანაც არ ვმუშაობთ. იცით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ფლანგი გარკვეული და რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ეს არის ქართული ოცნება. მაგრამ რაც შეეხება მონაცემებს შემდეგი არჩევნებისთვის, ჩვენ თავში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, მონაცემები ეხლა კი არა გაზაფხულის მონაცემებითაც რა კვლევებიც იყო, მდგომარეობა გვაქვს ძალიან კარგი, აბსოლუტურად სტატიკურ ვითარებაში. სექტემბრიდან პარტიას ხალხისთვის ექნება ძალიან დიდი და სერიოზული ყრილობა და ფურცლიდან კი არ წავიკითხავ რაღაცას. ფურცლიდან არ წავიკითხავ. ვისი, ასე ვთქვათ, იცით რა არის, არ ვიცი მისამართით ამბობ. პოლიტიკური ლიდერი, ნახეთ, პოლიტიკური ლიდერი, მე რაც გავიზარდე იმ იდეალებზე, რა ვიცი, ზვიად გამსახურდიას სიტყვებზე, მერაბ კოსტავას სიტყვებზე, გამოსვლებზე, ხო, და სხვების თამბეჭდავი ლიდერები ყავდა და მე მინდა რომ გამოვხატო ის ფასეულობები, ის ქცევები, ის გაკვეთილები, რაც ხალხმა დატოვა. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული დიდი ყრილობა. ესე არ მეგონა თუ ამხელა რაღაცა ანტაგონიზმი გქონდათ ყიფიანის მიმართ, ისევ ყიფიანს გულისხმობდით ფურცლიდან კითხვას. არ ვიცი, ვის გულისხმობდით, იცით რა არის, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეხლა რეალურად უნდა ზეპირად თქვას ლექსი ადამიანმა და უნდა ისე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. საუბარი არის რაზე? ვინ გვინდა ჩვენ ლიდერად? ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას რო წაიკითხავთ, ეს არის, ნახეთ, პატარა ილია ჭავჭავაძეს გარდა იმისა, რომ სწავლის ფული არ ქონდა, იცით და უწევდა მის ოჯახს თხოვნა მეფის ნაცვლისთვის, რომ ემეცადინა სტიპენდია ყოველთვის. გარდა ამისა, უწევდა სოფელში ჩასვლა და ხმალს იღებდა, იცით რეალურად, აი ხო არ წარმოგვიდგენია. ხმლით უწევდა ფიზიკურად ბრძოლა მომთაბარე ტომების წინააღმდეგ, რომლებიც იტაცებდნენ მის ოჯახის წევრებს. ანუ ეს არის ქართველი პოლიტიკოსის იდეალი საქართველოში, ეს არის კომპეტენტური, აზრიანი, წესიერი, პატრიოტი და მებრძოლი ტიპი. აბა შეხედეთ, ეხლა მითხარით მე თქვენმე პოლიტიკოსი, ლიდერი, რომელიც 55 წლის ასაკში გამოფხიზდა და მიხვდა რომ უყვარს სამშობლო. ეგეთი არ არსებობს ხალხო. არ მართლა არ ვიცი. საქართველოში მე ადვოკატად ვერ გამოვდგები ის. ჩუმად თავად არის ამას თქვა. შეიძლება სუფრაზე უყვარდა ვიღაცას, მაგას არა. მე ვამბობ, როდესაც ლიდერის ამ ლიდერობის ამბიცია გააქვს, გამბედაობა, ყველას ეხება ეს, ყველას ეხება. არ ეხება ერთ კონკრეტულ პირს. პოლიტიკოსად არავინ არ იბადება, ანა, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გზას ირჩევენ უკვე გააზრებულ ასაკში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ აი სხვა საკითხზე მინდა გადავიდე და უნდა დავასრულო თქვენთან საუბარი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც, იმიტომ ვახსენე, რომ საკმაოდ ბევრი ისეთი პოლიტიკური წითელი ხაზი გაქვთ, თქო და აი მეც კი მიჭირს გამოვიცნო ის პოლიტიკური ძალა, ვინც შესაძლებელია თქვენ აირჩიოთ პოლიტიკურ
პოლიტიკურ თანამოაზრეთ პოლიტიკურ პარტნიორად. აი, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებზე საუბრობდით, თუნდაც მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ერთიან ოპოზიციურ ფრონტთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცესში ხმების დაცვასთან დაკავშირებით, ეს მესმის რომ ის პიროვნულად თქვენთვის სხვადასხვა მიზეზით არის მიუღებელი პოლიტიკურადაც შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ თუნდაც იდეა რამდენად არის თქვენთვის მისაღები და მხარდასაჭერი ერთიანი ფრონტის შესახებ. ხმების რა არის? ცოტა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არათანმიმდევრულია მისი პოზიცია. იმიტომ რომ ერთის მხრივ მოუწოდებს ერთიან ფრონტს პარტიებს, მეორეს მხრივ თავად ამბობს სააკაშვილზე არა და არასდროს. ანუ როგორ შეიძლება ეს ორი განცხადება თუ არა და არასდროს, მაშინ ერთიანობა ვისთან ერთიანობას მოგვიწოდებს, ხო? ეს მორიგი არათანმიმდევრულობა არის მისი მხრიდან და მე მინდა განმარტო. საკითხობრივი კრიტიკა უნდა იყოს მისაღები. ანუ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აი აქ შეეშალა. სალომე ზურაბიშვილის სახით ჩვენ გავუშვით შესაძლებლობა. მან გაუშვა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა. რომელიც ქონდა 2024 წელს და ეხა იმისთვის რომ ერთ წრეზე არ ვიტრიალოთ, საჭიროა რომ ეს ითქვას. მას ქონდა შესაძლებლობა დაეთხოვა პარლამენტი. დაენიშნა ახალი არჩევნები, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით ნოემბერში 24 წელს იყო აბსოლუტური ვაკუუმი, არც ის გააკეთა, არც ის გააკეთა. რეალურად მანამდეც რამდენი შეცდომა აქვს დაშვებული. ნათია თურნავა მისი დანიშნულია. ჩინჩალაძე მურუსიძის მხარდაჭერა არაპირდაპირ იუსტიციის საბჭოში. ანუ მე ვფიქრობ, მეც ღია ვარ ასეთი კრიტიკის მე თვითონ თუ რამე შემეშლება, მინდა რომ ადგენდა მიმითითო რომ აქ არიყავი მართალი, დაშავდა საქმე. ეს საერთოდ არ ნიშნავს პიროვნულ მიუღებლობას. ნიშნავს უბრალოდ ჯანსაღმსჯელობას. მადლობა ანადოლიძეს, პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. კიდევ ერთი განხილვის თემა დღეს პოლიტიკურ არენაზე არის ოპოზიციური ალიანსის, როგორც ამბობენ ხოლმე, დაშლა არ მოშლა. მოკლედ, ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ნებით ალიანსიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა სულ უფრო მეტად მწიფდება ეს გადაწყვეტილება მათი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, თავად ალიანსის დანარჩენი წევრები კი არ აპირებენ ისეთი ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მაგალითად ნაციონალური მოძრაობის აი ამ ალიანსიდან გარიცხვას ნიშნავს. სწორედ ამ თემას ლევან ხაბეიშვილი დღეს გამოეხმაურა საპატიმროდან. ის ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს შევალთ თუ გამოვალთ, მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება, ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს ყიყინსო. მოკლედ, აი ამ საკმაოდ ვრცელ მოწოდებაში ლევან ხაბეიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ უნდა იყოს კონცენტრირება საქმეზე, ანუ ლაპარაკის ნაცვლა და ამ რაღაცა შიდა გარჩევების ნაცვლა, მთელი აქცენტი და მთელი ფოკუსი ოპოზიციისა უნდა იყოს გადატანილი ქმედებაზე და შესაბამისად, როდესაც დაინახავენ დანარჩენები ქმედით ნაბიჯებს, განხორციელებულს, ალბათ თავის პარტიას გულისხმობს და თავისი პარტიისგან ითხოვს სწორედ ასეთ ქმედით გადაწყვეტილებებს და ქმედით ნაბიჯებს, შემდეგ უკვე დანარჩენებით სწორედ აი ამ ნაციონალური მოძრაობის გარშემო რაღაცნაირად ალიანსში გაერთიანდებიან. ამაზე ჩვენ ალიანსის წარმომადგენელთან გვექნება საუბარი გადაცემის მეორე ნაწილში. ახლა კი ვიქტორ ყიფიანი პარტია ჯერ საქართველოს მმართველობის თავმჯდომარე შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში გილოცავთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს, ან პოლიტიკურ ეტაპზე გადასვლას, თუმცა აი მეორეს მხრივ საქართველოში პარტიის დაფუძნება რამდენად მოსალოცი საქმე არის, ესეც შეიძლება იყოს განშის საგანი. თქვენ როგორ თვლით, გაქვთ საქმე მოსალოცად თუ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე? მივიღებ თქვენგან წინარე ფორმით მილოცვას და თქვენ მოგილოცავთ მაშინ, როდესაც ჩვენი გადაწყვეტილება გაამართლებს თქვენთვის, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. ზოგადად ერთხელ ვიხუმრე კიდევაც, როდესაც საქართველოს მთავრობას პარლამენტი გამოუცხადებს უნდობას და ულოცავენ
არათუ უნდა ულოცავდნენ, არამედ სამძიმარს უნდა უცხადებდნენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ტვირთი პასუხისმგებლობისა. სწორედ შეიძლება პარალელი თქვათ ადეკვატური არ არის, მაგრამ ანალოგია მაინც იკითხება, რა თქმა უნდა დღეს პოლიტიკურ ველზე შესვლა პარტიული სტატუსით, ვინაიდან პოლიტიკაში ჩვენ ყველანი ვართ ამა თუ იმ ფორმით. ეს არ არის მაგრამ მაინც ესეთი აღსანიშნავი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ შეგვექმნა წარმოდგენა, რომ ამ უშინდელ დღემდე, როდესაც გაიმართა დამფუძნებელი ყრილობა, ჩვენ თვეების განმავლობაში მივდიოდით და შეიძლება ითქვას წლების განმავლობაში, ახლა თუ პათეტიკაში არ ჩამითვლით, გუნდის ნებისმიერი წევრი გარკვეული ცხოვრებისეული გზით გამოირჩევა. ხოლო უშინდელი გადაწყვეტილება ფორმალური განპირობებული იყო იმით, რომ შეგვექმნა ასეთი წარმოდგენა და მე მგონი არ ვარ მცირესობაში, რომ გარკვეულწილად ქართული საზოგადოება დაიღალა არსებული პარტიული ხელწერით, მოთხოვნა გაჩნდა ახლებურ პარტიულ ხელწერაზე, ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ჩვენი მიდგომა როგორი არის პრინციპები და სწორედ ეს ფორმალური გადაწყვეტილება მივიღეთ აი ამ მიზნით. დასკვნის სახით ჩვენ დავიწყეთ გუშინ ფორმალური პროცესი, რა თქმა უნდა, ერთი თვის განმავლობაში საბუთების შეტანიდან მოლოდინში ვიქნებით ოფიციალური გადაწყვეტილების, ვნახოთ პირველ ჯერზე ვიქნებით წარმატებული თუ დაგჭირდება სხვა მცდელობა. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც აი ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო ალბათ არ ვიცი 14 თუ არა 10 წელი ნამდვილად და ისმის, ეს არის რა ვიცი, ვინ არის მათთვის წითელი ხაზი. იმიტომ რომ რაღაცნაირად შემდეგ უკვე მომრჩევლის ზოგადად პოლიტიკური თემებით დაინტერესებული ადამიანის დამოკიდებულება მათ შორის აი ამ საკითხითაც განისაზღვრება ხოლმე. ანუ ვიცით ხომ, ძირითადი ორი წითელი ხაზი არსებობს, ქართულ ოცნებასთან გავლებული, ნაციონალურ მოძრაობასთან გავლებული. თქვენთვის არსებობს უკვე ასეთი წითელი ხაზები გამოკვეთილი თუ ეს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილებაა და ნუ ამაზე ჯერ ან არ ხართ ჩამოყალიბებული, ეს უნდა იყოთ, უნდა გქონდეთ თქვენი სამოქმედო არეალი განსაზღვრული, ან უბრალოდ ჯერ არ აპირებთ ამ თემებზე საუბარს და ხიდების დაწვას თუ გზების მოჭრას სხვა პოლიტიკურ ძალებთან მისასვლელად. ესე იგი, ვეცდები მოკლედ ჩამოვიყალიბოთ პასუხი, რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება მოგწონს ეს თუ არა, ეს არის მმართველი ძალა, ხელისუფლება, სახელმწიფო პარტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მოვალეობა იქნება ვიურთიერთობოთ მათთან ერთ საკითხს, ეს არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ქვეყანაში ელემენტარული, თუნდაც ელემენტარული დემოკრატიული სამართლებრივი საწყისების აღდგენა. ეს არის პირველი ფრაგმენტი თანამშრომლობის, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა არა მარტო ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან შედგება და იქნება წარმატებული და წარმატებას სწორედ უკავშირებ იმას, რომ ასეთი ურთიერთობის, ასეთი სპეციფიკური თანამშრომლობის შედეგად უნდა გაიმართოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ ჩვენ როგორც ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა გადავიბაროთ. ეს არის ორი ფრაგმენტი, სადაც წარმომიდგენია ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. ასევე ქართულ ოცნების ამომრჩეველთან, რომელიც ჩაიკარგა ქართული ოცნების დაპირებებში, რომელმაც ვერ აიძულა ქართული ოცნება რომ გაეგონა ქართულ ოცნებას მისი ხმა, ის საწყისი ხმა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულ ოცნებას მიეცა, რა თქმა უნდა, ესეც იქნება ჩვენი დამატებითი კავშირი ქართული ოცნების პოლიტიკურ სპექტრთან, ოღონდ მის ამომრჩეველთან, რომელიც იმ მოლოდინების გამართლების პოლიტიკურ ძალას ეძებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს სეგმენტი მეტად საინტერესო და ელექტორალური კუთხით ძალიან საპატივცემულო სეგმენტი იქნება ყურადღების საგანი. ოპოზიციაზე თქვენ ოპოზიციაზე გადავალთ ერთი დაზუსტება მინდა თქვენ ანუ თქვენის პოლიტიკური ძალა ხართ ვისაც მიაჩნია რომ ქართულ ოცნებასთან დიალოგი შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციური ძალები, ვინც ამბობს, რომ ერთადერთი რაზეც ქართულ ოცნებასთან შეიძლება ლაპარაკი, ეს არის ხელისუფლების გადმობარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, პატიმრების განთავისუფლება, რა თქმა უნდა, რეპრესიული კანონმდებლობის ალაგმა, მაგრამ აი გადმობარებაო, რო თქვით, გადმობარებამდე ხო უნდა მივიდეთ. დიახ. გადმობარებით გადმობარებამდე მისვლის ერთადერთი ცივილური გზა არის არჩევნები. მაგრამ არჩევნები რახან არ არის მხოლოდ საარჩევნო თარიღი, ეს არის შესაბამისი საარჩევნო გარემო, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე სამართლებრივი კუთხით. ამაზე უნდა ვიურთიერთობოთ, თუ გვინდა რომ არჩევნებში მონაწილეობას მიეცეს თავისი აზრი და დატვირთო.
როდესაც არჩევნები ჩატარდება, რეალური არჩევნები, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგების დამიხედვით, წამსვლელი ხელისუფლებიდან მოსვლელ ხელისუფლებაზე ხელისუფლების გადმობარება და ურთიერთობა კომუნიკაცია არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ნორმალური და ცივილური ფენომენი. ოპოზიციას რაც შეეხება, აქ არ ვიცი, არის თქვენთვის წითელი ხაზი თუ მიგაჩნიათ, რომ ურთიერთობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერთან შესაძლებელია? ალბათონო ემა, როდესაც თქვენ დასაწყისში იკითხეთ, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, მე გარკვეულწილად კი პასუხეთ, მაგრამ უფრო ჩაშლილი პასუხი არის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, მათ შორის და ჩვენი შინაარსობრივი განსხვავებულობა გამორჩეული არის იმით, რომ ჩვენი შეფასები, ჩვენი წარმოდგენით ქართული საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში, პროცენტებს ახლა ნუ არ მკითხავთ, არის კონკრეტული დაკვეთა ისეთ ძალებზე, რომლებიც არ იქნებიან დატვირთული წარსულით. აი სწორედ სიახლეს ჩვენ ყველაფერთან ერთად მაგაშიც ვხედავთ. ამდენად ურთიერთობა, რა თქმა უნდა წარმოებდეს გინდ ნაციონალურ მოძრაობასთან, გინდ ალიანსში შემავალ სხვა პარტიებთან, ეს არის პირადი ურთიერთობა, პირადი კომუნიკაციების შეხვედრები, ასტაგაცვლა, მაგრამ სტრუქტურირება ურთიერთობის ჩემი აზრით ეხლა ჩვენი ამ გადაწყვეტილების საზიანო იქნება. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, ეს არ იქნება ის გადაწყვეტილება, რომლის მოლოდინში არის ჩვენი მხარდამჭერი, ჩვენი ამომრჩეველი და ის მხარდამჭერი და ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჩვენს პოზიციაზე გადმოვიდეს. ახლა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერთან შემიძლია რომ დაზუსტებდეს თხოვნა მაქვს, აი ესე იგი სიტყვა ლიდერი იქნებ მოვერიდოთ, იმიტომ რომ სიახლეზე მათ შორის ესე ჩვენი პრეტენზია არის, ჯერ საქართველოსი რომ მე ვარ ყრილობის მიერ არჩეული თავმჯდომარე, ჯერ იულიულათაც არა ვარ და მივიღებ მე ლიდერობაში საერთოდ არ მგონია რომ ცუდი იყოს რამე, მაგრამ ნება თქვენია, რადგან გინდათ რომ გარკვეული ასე ვთქვათ ინოვატორები გახდეთ პოლიტიკურ ამ მიმართულებით, ეს თქვენი სტრატეგიის ნაწილია, თქვენი ხედვის ნაწილია და მე რა თქმა უნდა პატივს ვცემ და გავითვალისწინებ აუცილებლად. ხო და დაზუსტება მინდა თქვენთან როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, ანუ შემიძლია თუ არა ასეთ გავიგო თქვენი ნათქვამი, რომ თქვენთვის წითელი ხაზი პოლიტიკური პარტნიორობის თვალსაზრისით არის არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არამედ ყველა ის პარტია, სადაც წევრები შესაძლებელია წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდნენ. ძალიან უხეშად ჩამოვაყალიბე, მაგრამ რამდენად ზუსტად შინაარსი ეს თუ ჩვენ გამორიცხვის მეთოდით ვივლით ქალბატონოებმა, ჩვენი სასურველი და შესაძლო პარტნიორები არიან ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახლად შემოსული პოლიტიკური ძალები. ალბათ ჩვენ ასეთი პოლიტიკური სტარტაპებისადმი უფრო მეტ ინტერესს გამოვიჩენდით და ისინიც ასეთ ინტერესს იჩენენ. ესაში გავიდა გარკვეული ინფორმაცია, რომ ჩვენ ერთი შეხვედრა გქონდა მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების მოედანი დღეს ალიანსის წევრი არის, მაგრამ ალიანსში მიმდინარე პროცესების გამო არ გამოურიცხა, რომ თავისუფლების მოედანმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს რა თქმა უნდა მათი სამზარეულო არის, მათი საშინაო სავარჯიშო არის, მაგრამ თქვენ სასარგებლოდ შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება? ჯამში კონცეპტუალურად მინდა გიპასუხოთ, რომ თავისუფლების მოედნის მსგავსი მოთამაშეები, ამ თქვათ ის აქტორები, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, ალბათ ეს არის ჩვენთვის ბუნებრივი გარემო, პოლიტიკურად, სოფხედველობრივად, კულტუროლოგიურად, ადამიანურად თუ გნებავთ, ალბათ ჩვენ თუ კოორდინაციაზე ვიფიქრებთ და თანამშრომლობაზე უფრო ამ მიმართულებით. თუ იფიქრებთ, თუ მიგაჩნიათ, რომ კოორდინაცია, თანამშრომლობა, არ ვიცი, გამსხვილება, ალიანსის ტიპის თანამშრომლობა არის არჩევნებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღების წინაპირობა. თქვენ მოგეხსენებათ ქალბატონო ემა, რომ ჩვენი კანონი, მოქმედი კანონმდებლობა გრძალავს ბლოკებად მონაწილეობას, ამიტომ ეს საკითხი თუ კანონის პოზიტიური ნორმიდან გამოვალთ, ეხლა გამოერიცხება, მაგრამ სხვაგვარად ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, ნებისმიერი სახის კოორდინაცია შეჯერება არის აუცილებელი, ვინაიდან მიუხედავად რესურსულობისა თუ მით უმეტეს ურესურსობისა, ვერ წარმოვიდგენია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ თავზე აიღოს ტვირთი ქვეყანაში საჭირო ცვლილებების მოხდენის. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი არის, ამიტომ ჩვენ ნებსი თუ უნებლიეთ განწირული ვართ ამ საკითხის საუკეთესო გაგებით, რომ ვიურთიერთობოთ, ვითანამშრომლოთ და სუმცირე ქვეყნის შიგნით დავამკვიდროთ ჩვენთვის საჭირო
პოლიტიკური პოლიფონია. ხო, აი დიალოგია თქვით ხელისუფლებასთან, ხომ? მაგრამ გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, რა ვიცი, განვლილი პოლიტიკური პერიპეტიებიდან, რა რესურსს ხედავთ ქართულ ოცნებასთან დიალოგის, რა ვიცი, დაწყების, სხვადასხვა მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან ინიცირებული ქართული ოცნებისგან ძალიან ესეთი ხისტი და მოჭრილი უარით დამთავრდა. თქვენ რისი იმედი გაქვთ? ან შესაძლებელია თქვენ გაქვთ სხვა გზები, რომელიც შესახებაც არ არის ცნობილი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და სხვა კომუნიკაციის სხვა საშუალებები და არხები. ჩვენ არანაირი სხვა გზები არ აქვს გარდა იმ ადამიანური კაპიტალისა, რომელიც ჯერ საქართველოში არის თავმოყრილი. იმ ადამიანური კაპიტალისა, რომელიც გამოირჩევა სანდოობით და კეთილსინდისიერებით. სხვა ადამიანური კაპიტალი ამ თავითვე რო გიპასუხოთ თქვენს მეტად საინტერესო შეკითხვაზე, ჩვენ არ გვაქვს. ეხლა რაც შეეხება პირველ ნაწილს გაცილებით უფრო არსებიც ქართული ოცნება დღეს იმყოფება ცივი ომის ფაზაში არა მარტო გარე სამყაროსთან და ჩვენს პარტნიორებთან, არამედ ცივი ომის ფაზაში საკუთარ მოსახლეობასთანაც. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ნებისმიერი ოპტიმისტური პასუხი მოლოდინებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში იმ მოცემულობით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ჩემგან ან ზედაპირული იქნება, ან არასერიოზული. მარტო ის ფაქტი, რა თქმა უნდა, ეხლა გზად მოვისმინე, რომ ალბათონი ელენე ხოშტარია გადაიყვანეს ვივარმეთში. აი ასეთი ჰუმანიტარული საკითხიც, როდესაც მართველი პარტიის მხრიდან არმა დღეს წავიკითხეს ციტატა და არ მახსოვს ვის ეკუთვნის ბრძოლის ველად რომ იქცევა, სხვა რაზე შეიძლება ამის ფონზე საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ გავაფერადებ ჩემ პასუხს, ვერ მივცემ იმ ხელოვნურ ოპტიმიზმს, მაგრამ აი მაინც ვიტოვებ ნაპერწკალს იმედისა, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რაღაც ეტაპზე მიიყვანს მართლ ძალას იმ დასკვნამდე, რომ სუმცირე ურთიერთობა კონსტრუქტიულ რეჟიმში, არა იმიტომ რომ ვინმე მოწონს, ან ვინმეს უყვარს, უბრალოდ აუცილებელი არის თუ პასუხისმგებლობას კისრულობენ არა მარტო აწყოზე, არამედ მომავალზე, იმიტომ რომ ყოველთვის 51 ნომერი ხომ არ იქნება წამყვანი ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა აუცილებლად მოესწრება პოსტ 51 ნომრის პერიოდს. ამიტომ იმ პერიოდში, რომელშიც ასევე ქართული ოცნებაც უნდა გადავიდეს, თავისი მხარდამჭერებით, ამ პარტიის წევრებით, მათ ასევე წესით უნდა სჭირდებოდეთ ნორმალური, მათდამი, კეთილგანწყობილი გარემო. არა შურით, არა ბოღმით, არა რეპრესიულობით, არა ნიშნის მოგებით. არ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ აი თქვენი ეს პოლიტიკური მზაობა ქართულ ოცნებასთან, დიალოგის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თქვენს მიმართ პოლიტიკურ პარტიას გულისხმობა ხამთრიანობაში, თუმცა შესაძლებელია პერსონალურად თქვენ გახდეთ დამატებითი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თავდასხმის გახდეს დამატებითი მიზეზი პოლიტიკური თავდასხმისა თქვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც თავად ამბობენ, არაღიარებულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, არ ვიცი, რაიმე მოლაპარაკებებში შესვლა. ჩვენ პრაქტიკულად 2 დღის, არასრული 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის თავდასხმები ხედავთ, გვესმის, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, ჩვენი გუნდის მისამართით. უცნაური არის, რომ ეს შეტევა მოდის ორივე მხრიდან, როგორც მართველი პარტიის მხარდამჭერთა მხრიდან, ასევე გარკვეულწილად ოპოზიციური ელექტორატის მხრიდან, ოპოზიციური პარტიების. ეს ნიშნავს ერთ რამეს მხოლოდ და ახლა ციტატების საღამოთ არ მინდა ვაქციო, მაგრამ ეს შემაძვიერ ფასმა კოლეგამ ვახტანგ კაპანაძემ ასეთი რამე თქვა ჩატში, როგორც ჩანს ისინი თავიანთი ჰაერით სუნთქავენ, ესენი კიდევ თავიანთი ჰაერით, ჩვენ სხვა ჰაერით უნდა ვისუნთქოთო და შესაძლებელი არის ეს განსხვავებულობა და განსხვავებული ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ესე ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი და პრივილეგია არის. ასეთ შეიძლება ალბათ ჩამოვაყალიბოთ ეს პასუხი. ხო, ნამდვილად მეც შევნიშნე ამ 2 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ხართ ისეთი საკმაოდ მიზანმიმართული და აქტიური თავდასხმის ობიექტი, ორივე პოლიტიკური ველის მხრიდან, ოღონდ სხვადასხვაგვარი არის ეს, ასე ვთქვათ, შინაარსი ამ თავდასხმების. ქართულ მედიას ერთ რამეს ვთხოვდი და ვიცი რა თქვენი ავტორიტეტი და თქვენი როლი და ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. როდესაც ერთი მხარე გესტუმრებათ, ან მეორე მხარე ჩამოყალიბდნენ მაინც ჩვენ ვისკენა ვართ.
ერთ პოზიციაზე რომ ჩამოყალიბდნენ და ჩვენს გვეცოდინება ბუნებრივია და მათაც დაეხმარებათ. კი ბატონო, სამწუხაროდ აი ეს პირველი მხარე ქართული ოცნება ჩვენ არ გვსტუმრობს, დიდი ხანია ასე ვთქვათ. თუმცა სერიოზულად რო გიპასუხოთ, პრინციპში ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი. რატომ არის აი ლოგიკური? დავანებოთ თავი ქართული ოცნების მხრიდან თავდასხმის იქ ძირითადად ასე ვთქვათ გადანაშაულებენ ღალატში ბიზინა ივანიშვილის მიმართ. რაც შეეხება, ხო, თუ გნებავთ ამასაც უპასუხეთ. ეს არის ლოგიკური შედეგი ჩვენი საქმიანობის. ეს არის ლოგიკური შედეგი ჩვენი სტილისა და ჩვენი მიდგომის. თორე ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მიდგომა იქნება ზეპარტიული. ჩვენი მიდგომა იქნება სახელმწიფოებრივი. აი ქართული პოლიტიკა, რომელიც ასოდენ გაჯერებული არის პარტიულ, კლასტერულ, სექტანტურ ინტერესებად, როგორც ჩანს, ეს მისთვის იმდენად უცხო ხილი არის, რომ ამ უცხო ხილის შემოგორებით პოლიტიკურ ველზე მათ თითქოს დაეკარგებათ ის ექსკლუზივი ტერიტორიაზე, რომლითაც ასე დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ და ნებივრობდნენ. როგორც ჩანს, ეს იმდენად უცხო ფენომენი არის, რომ ეს ფენომენი თავისი უცხოობით, თავისი გაუცხოებით მათთვის აბსოლუტურად მოპირდაპირე მხარეებისათვის ერთგვარი გამაერთიანებელი ფაქტორი გახდა. ესეც ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე შემიძლია თქვა, რომ ერთგვარი აღიარება არის, რომ ჩვენ დიახ გამოვირჩევით, ჩვენი ხელწერა არის გამორჩეული და ჩვენი ხელწერა არის დროსთან და საჭიროებებთან შესაბამისი. აი სხვა შორის თქვენამდე ანა დოლიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მან გარკვეული უნდობლობა გამოხატა თქვენს მიმართ არგუმენტით, რომ აი რატომ გაგიჩნდათ 20 წელია თვალს ადევნებთ ჩვენს ქვეყანაში ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას და მაინც ახლა რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი და ისეთი აქცენტირებულად მოგიხსენიებდათ როგორც ბიზინა ივანიშვილის ადვოკატი. აი ამ ბრალდებებს როგორ უპასუხებთ? დიახ, მე ვიყავი ბიზინა ივანიშვილის ადვოკატი, ეს არ არის აღმოჩენა ქალბატონი ანას მხრიდან. ეს ფათაშორის ამ ადვოკატობასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით არაეზის განმარტებას გამიკეთებია და ეხლა არ შემიძლია ეს ვიმეორო ყოველ ჯერზე. ხო, მეორე სანქციებთან დაკავშირებითაც ჰქონდა მას პრეტენზია რა. მოდით მე თანმიმდევრულად ჩავშალო პასუხი, იმიტომ რომ შეიძლება სხვაგვარად გამიჭირდეს. რაც შეეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ პოზიციას, მე არ მახსოვს პრაქტიკულად ჩემი თავი, როდესაც ამა თუ იმ წავე საკითხთან ჩემი პოზიცია არ დამეფიქსირებიოს. საუბარი არის პარტიულ პოლიტიკაზე, დიახ, პარტიული პოლიტიკის წამოწყების თარიღი ოფიციალური არის 2026 წლის 28 ივნისი. ყველაფერს აქვს თავისი საწყისი და ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. არ ვიცი ჩემი პარტიულ პოლიტიკური კარიერის დასასრული როდის იქნება, მე ამ თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დასაწყისი არის გუშინდელი დღე. ზოგადად ის ველი, რომელიც ჩამოყალიბდა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ახალი კულტურა, ახალი პოლიტიკური აზრი არის საჭირო. მე რა თქმა უნდა აი გავეცანი ქალბატონი ანას მოსაზრებებს და შეფასებებს ჩემ შესახებ. აღარ შევალ კომენტარებში, თუმცა თქვენი უფლება არის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დამისვათ, მაგრამ ჩვენი გეზი, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებული ნდობა გამოგვიცხადა უშინ ჩვენმა მხარდამჭერმა და პარტიის წევრებმა არის ის, რომ ვიაროთ წინ, ორიენტირებული ვიყოთ სისტემას შემქმნელ საკითხებზე და მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთ უსიამოვნო წინააღმდეგობებს თუ დაბრკოლებებს შეხვდებით, გზა ავუაროთ მათ, რათა მოძრაობა წინ გავაგრძელოთ. აი ეს არის ერთადერთი რისი თქმაც მინდა, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლე რო გითხრათ, ასეთ ფაიქრობას ვერ გავხდით ქართობის საგნად. ჩვენი თავის საამისოდ გვენანება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ანასაც და სხვებსაც საკმარისად საზრუნავი აქვს თუ საკუთარი ძვირფასიტური და რესურსი აი ესეთ თემატიკას არ მოახმაროთ. საულმე ზურაბიშვილთან შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე რა სიტყვით ეს ვერსიაც მოვისმინეთ, მას შემდეგ რაც თქვენი პარტიის ყრილობა გაიმართა და პარტიის დაფუძნების შესახებ გახდა ცნობილი, რომ არ არის გამორიცხული სულ მალე სალომე ზურაბიშვილი თქვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ვიხილოთ. ხო შორის როდესაც ამ ვერსიის შესახებ წავიკითხე, გამახსენდა თქვენს მიერ ბოლო სტუმრობისას ჩემთან გადაცემაში ნათქვამი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ თუ მას უნდა რომ დარჩეს ფიგურად ქართულ პოლიტიკაში, გაგრძელება უფრო ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა საკუთარი პოლიტიკური გუნდის ფორმირება და შემდეგ უკვე მისი პარტიად გარდაქმნა.
ხომ არ შეიძლება რომ ვიგულისხმოთ სწორედ თქვენს პარტიაში რაღაცა საკუთარი პოლიტიკური ადგილის პოვნას გულისხმობთ. ეს თვის განმავლობაში ყველა ინფორმაციას ვერ გავეცანი, მაგრამ ვნახე ეს მეტად ორიგინალური პოსტი. სხვა შორის ძალიან გამორჩეული ფოტოთი, რომელზეც ორივენი კარგად გამოვიყურებით, მეც და ქალბატონი სალომეს და ქალბატონი სალომე კიდევ უფრო უკეთ ვიდრე მე. მაგრამ რაც შეეხება შინაარს, ნუ ეხლა შინაარზე საუბარი ასევე არასერიოზული არის და თქვენი ძვირფასი საეთერო დროის მოცდენად მიმაჩნია, ზოგადად ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით ის პოზიციაც მინდა გავიმეორო, რომ ქალბატონი სალომე გარემოებათა გამო არის ძალიან ძლიერი ხმა ქვეყნის გარეთ. და ამიტომ ამ ფაქტორისადმი ანგარიშ გაუწევლობა, ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იქნება ეს ჯერ საქართველოს მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ჩემი აზრით იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. აი ამ ხრივ მისი როლი არის ძალიან უნიკალური. ის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და ძალიან პრაქტიკული შემავსებელი შიდა ქართული ოპოზიციური ხმის. სხვა შორის მისი ერთ-ერთი ბოლო მოწოდება არის, ამას რა ვიცი, ინიციატივაზე მეტი შეიძლება ვუწოდოთ, საერთო ოპოზიციური ფრონტი საარჩევნო ხმების დასაცავად, აი ამ იდეაზე რას ფიქრობთ და რამდენად იქნება თქვენს მიერ ეს გათვალისწინებული და გაზიარებული? ის რომ ხმები დაცვა საჭიროებს, რა თქმა უნდა, ეს არ ახალი არის და მივესალმები ასეთ მოწოდებას უკვე მე რამდენეს. და აბსოლუტურად სწორს და ადეკვატურს, მაგრამ სანამ ხმების დაცვამდე მივალ, ჩვენ რა თქმა უნდა ვუზრუნველყოთ რამენაირად, რომ საარჩევნო გარემო მეტნაკლებად ღირდეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აი შემდგომი ეტაპი უკვე საარჩევნო ხმების დაცვა, რა თქმა უნდა, ერთობლივად საერთო ძალისხმევით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ის ოპოზიციური ხმა, რომელიც მერე უნდა გაახელისუფლდეს, რა თქმა უნდა, იქნეს დაცული საერთო ძალისხმევით. ხო, თქვენ თქვით, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესოა ზოგადად ახალი აქტორები პოლიტიკურ ველზე. ამ შემთხვევაში ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა, საჯარო გამოსვლების თვალსაზრისით, განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სტოვებს განცდას, რომ ის პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. სხვა შორის სალომე ზურაბიშვილმაც ეს ვერსია გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ შვილებს ამზადებს როგორც საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრეებად. ამ საკითხზე გაქვთ რაიმე თქვენი პოზიცია, მოსაზრება და თქვენ ხომ არ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია სწორედ აი ასეთი პროცესი ვიხილოთ შვილების მოსვლისა მამების პოლიტიკურ ველზე. ვერ კეთებთ თანამდებობით ქალბატონოებმა რა არის ამ მოძრაობათა უკან კონკრეტული ჩანაფიქრი? ეხლა თქვენ ბატონი ბიზნეს ადვოკატობა ახსენეთ და მე კარგად მახსოვს ეს პერიოდი, როდესაც ბატონ ცოდნეს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი მხატვრობაში. თავისთავად ცხადი ამ ნიჭის განვითარება მხატვრობას შეძენს არა მარტო ქართულს, არამედ საერთაშორისო ხელოვნებასაც. ამდენად ეს რა თქმა უნდა ძალიან სასურველი იქნება მისი მომდევნო კარიერის კუთხით, თუმცა საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი ამა თუ იმ ფორმით განახორციელოს, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს. ჩვენი უფლება, ჩვენი საარჩევნო, ჩვენი პოლიტიკური არჩევანი ისე განვახორციელოთ, როგორც ჩვენს წარმოგიდგენია. ეს არის და ეს. ის განვითარება, რომელიც კი თქვენ მოხაზეთ და აღნიშნეთ, მე მაინც ვისურვებდი, რომ ქართულმა სახელმწიფომ მისი განვითარების ეტაპზე, მისი განვითარების ისტორიაში რამენაირად აირიდოს ასეთი მრუდე და უხერხული ეტაპი. ჩემი სურვილი იქნება ასეთი და ჩემი აზრით ასეთი სურვილი უნდა იყოს ყველა ჯანსაღად რაციონალურად მოაზროვნე ქართველის. ანუ რაღაცა მემკვიდრეობითი პოლიტიკის უხერხულობას გულისხმობდით? მე ვფიქრობ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნებისმიერი მოქალაქის უფლებას ისე ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც მას ამის სურვილი აქვს, მაგრამ არის გარკვეულწილად საქართველოს ისტორიული დნმ-ი, მისი სახელმწიფოებრივი აწმყო და მომავალი და მე ვისურვებდი, რომ ამ ხრივათაც ჩვენ გამორჩეული ვიყოთ რეგიონის მთელი რიგი ქვეყნებისგან. ჩემი აზრით, ასეთი გამორჩეულობა ჩვენ მიუხედავად პარტიული და პოლიტიკური კუთვნილებისა, იმ სიამაყეს გვიტოვებს, რასაც საქართველო ქვია, ქართველობა ქვია და ჯერ საქართველოს მხარეზე ყოფნა ქვია.
კარგი, რადგან ეს პრეტენზიაც მოვისმინე მათ შორის ჩემს ეთერში თქვენთან მიმართებაში, რომ აი ამდენი არ ვიცი საიდან იცის ასე ზუსტად ანადოლიძემ თქვენი ასაკი, მან თქვა რომ 55 წლის განმავლობაში რომ ასაკში რა არის დასაზრდელი? რატომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ გასჩენია სურვილი პოლიტიკაში მოსვლის და რატომ მაინც და მაინც ახლაო სწორედ ეს ხაზგასმა მოახდინა? სხვა რამე მინდა აბა ჩამოვაყალიბოთ. შესანიშნავი ასაკი არის მათ შორის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა. თქვენი აი ამ თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპზე მაინც არ მიგიღიათ მისგან შეთავაზება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ან ხომ არ შემდგარად თქვენს შორის ეს ამ ტიპის საუბარი, იმიტომ რომ მინდა რაღაცნაირად გამოვიცნო და თუ დამეხმარებით ამაში ძალიან დამავალებ. მაქსიმალურად აგეხმაროთ თუ მაგის საშუალებას გქონდეთ. ალბათ თქვენც გიფიქრიათ, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებოდა ივანიშვილს, როდესაც გაიგო მისი ყოფილი ადვოკატის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ? ვერ გეტყვით, ესე იგი, მოდით რამდენიმე ქვეკითხვა იყო და ქვეკითხვებს თუ გისაუბრეთ ამ თემაზე? ქვეკითხვებს მივუყვეთ, ესე იგი, კიდევ ერთხელ განმართავ, რომ ძირითადი ღერძი ჩემი ურთიერთობების იყო პროფესიულ საქმიანობაზე კონცენტრირებული, მოგეხსენებათ რა საქმე შემოიფარგლებოდა. ასევე არეზის მithქვამს, რომ ეს ურთიერთობები განაპირობებდა სხვა საკითხებზე აზრთა გაცვლასა და მსჯელობას, ესეც აბსოლუტურად ნორმალური არის, იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში ეს იყო ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, მრავალ საკითხზე და ეს როგორც ჩვეულებრივ ადამიანურ კონტაქტს შეეფერება და ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებზე ჩვენ განვიხილავდით და ასთა გაცვლა იყო მეტადე რომ მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი საქმიანობის სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება თუ დაემთხვა, როდესაც ანალიტიკური ცენტრი GeoCase, რომლის ხელმძღვანელი ვიყავი და დღესაც ვარ ფორმალურად, ძალიან აქტიურად გამოვიდა სცენაზე, თუმცა ეს ის ორგანიზაცია არის, რომელსაც მიუხედავად სხვადასხვა მოარული ხმებისა არანაირი არც პირდაპირი და არც ირიბი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არ მიუღია. იყო თუ არა შემოთავაზება არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ პირადად შემდამი და ჩვენი გუნდის საქმიანობისადმი ჩვენს ყოფილ კლიენტს თავისი დადებითი დამოკიდებულება არასდროს არ დაუმალავს. ეს იყო ძალიან აღმატებული, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ის საქმე, რომელიც ჩვენ ვზიდეთ ჩვენს მხრებზე, იყო ძალიან სპეციფიკური საქმე. ეს არ იყო მხოლოდ კომერციული დავა, ეს იყო ძალიან დიდი მასშტაბის კომერციული დავა, რომელიც მრავალ ქვეყანაზე იყო გადაჭიმული და დავა, რომელიც ძალიან სპეციფიკური ერთი საქართველოს მოქალაქის ინტერესებს ეხებოდა. და ის შეფასებები, რასაც ჩვენ ვიღებდით და მე პირადად ვიღებდი, როგორც მასთან უშუალო კავშირში მქონე ადამიანი, ჩვენთვის ადამიანურად და პროფესიულად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ამის ნიადაგზე შეიძლება ვინმეს დაებადოს ეჭვი, რომ ხომ არ იყო კონკრეტული შეთავაზება, არ აქვს პასუხობთ ასეთი კონკრეტული შეთავაზება არ იყო, თუმცა იყო სხვადასხვა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციები და ინსინუაციები, გახსოვთ სხვადასხვა სიუჟეტები გასული, რომ ფიფიანს ამზადებენ პრემიერ-მინისტრად და ასე შემდეგ. მე ერთ-ერთი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან ასეთ ინტერპრეტაციაზე ერთხელ ძალიან მეტად უცნაური ახსნა მივიღე, რომ ინტერვიუს დროსო ძალიან უჩვეულოდ იჯექიო. აი ნახეთ, ესე იგი სიტუაციების წაკითხვა და მათი ესე ვთქვათ თარგმნა ხშირად იმდენად უცნაური გახდა საქართველოში პოლიტიკური აზროვნება, რომ ხშირად შეიძლება ამდონებდეს დავიდეს. ეს იყო გარე თვალით დანახული ვითარება, მაგრამ უშუალო ურთიერთობებში ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. იყავით დარწმუნებული, რომ ასეთი შემოთავაზება რომ ყოფილიყო, მე იმ მომენტში გავცემდი ჩემთვის საკადრის პასუხს, ეხლა კი სასიამოვნო მოგონებებში გადავიდოდი თქვენთან ერთად. კი ბატონო, ანუ ქართული ოცნებისგან და ბიძინა ივანიშვილისგან მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა. იყო თუ არა ასეთი პოლიტიკური წინადადება სხვადასხვა მოცემულობის პირობებში ოპოზიციისგან შემოთავაზება რის შესახებ ხალხთან პრემიერობის იმ მომენტში ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივად ვერ იქნებოდა. მოდი დავაკონკრეტებ, რომ რაღაცა ისინი არ და ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან დიდი ნაწილი ვერ გაარჩევს ორ ასპარეზს, სამოქალაქოს და პროფესიულს.
და ჩვენთან პროფესიული ასპარეზი ხშირად გაიგივებული არის სამოქალაქო ასპარეზთან, სამოქალაქო პოზიციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ რომ ნახოთ, ჩემი ნაწერები და გამოსვლები იმ პერიოდის და პროფესიული საქმიანობა ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო. მაგრამ ქართულ სტერეოტიპულ აღქმაში რატომღაც ეს არის ერთი და იგივე და უკავშირდება იმ ცნობილ გამოთქმას იყო კაცის კაცი. ეს ერთ-ერთი პრობლემათაგანი არის, რამაც ალბათ ჩვენს ურთიერთობებში დასკვით ეტაპზე ეს ჩემი დაშვება არის, გარკვეულწილად პრობლემის სახე შეიძლება. ხო, დავაზუსტებ, მე გულისხმობდი ქართული ქარტიის პერიოდს, მათ შედოდესაც ოპოზიცია მუშაობდა ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე, აი იმ პერიოდშიც არ ყოფილა განხილული თქვენი კანდიდატურა, როგორც თუნდაც ერთ-ერთი კანდიდატურა პრემიერობის პოსტზე დასასახელებლად. ჩემთვის უცნობი არის იყო თუ არა ასეთი განხილვები ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ერთი რამ რაც თქვენ ახლა კარგი რამ გამახსენეთ, რახან ფაქტობრივ მოგონებებზე არის საუბარი, ჩემს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, თბილისის მერის ბოლო არჩევნების წინ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატურის და ოპოზიციის შიგნით გარკვეული უთანხმოების შემდეგ ვერ ამ შეთავაზებამ არ იმუშავა. ვინ წავიდა წინააღმდეგი შეგეთ? თქვენ თანახმა იყავით ბუნებრივ, რადგან თქვენ ამ ეტაპამდე მივიდა საქმე, ანუ განიხილებოდა თქვენგან ზაობა იყო. უცვლად გეტყვით, რომ ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, თუმცა ჩემთან პირდაპირი კომუნიკაცია არ წარმოებდა და დეტალების შემდეგ შიგნით გამართული კომუნიკაციის გახდა ჩემთვის ცნობილი მას შემდეგ, რაც ფაქტი შედგა. ანუ სხვა კანდიდატი იქნა წარდგენილი. სალომე ზურაბიშვილი. როგორც სალომე ზურაბიშვილი არ იყო ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. მას ეს შეთავაზება გაუკეთეს როგორც ბოლო არჩევნების წინ. ბოლო არჩევნების წინ ეხლა ვსაუბრობ, თორსა ბატონი კახი აირჩიეს კალაზე მე. კი ბატონო. აი ეს პერიოდი არის, რაც ჩემს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ჩემი კანდიდატურა იყო სხვა კანდიდატურებს შორის. რომელი ოპოზიციური პარტია ერთადერთი ხსენება ჩემი გვარის როგორც კანდიდატისა იყო აი ეს კონკრეტული შემთხვევა ქალაქ თბილისის მერობაზე. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, პარტია ჯერ საქართველოს თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. ეთერში დღევანდელი დღის კარგ ამბად შეგვიძლია ნამდვილად მივიჩნიოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პენიტენციურმა დეპარტამენტმა მიიღო ელენე ხოშტარიას ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, როგორც ცნობილი გახდა, მომდევნო 2 დღის განმავლობაში პატიმარ პოლიტიკოსს გადაიყვანენ ვივამეტის კლინიკაში, სადაც ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა და არ იქნებიან სხვათა შორის ექიმები შეზღუდული უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესეც იყო ერთ-ერთი მოთხოვნა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომ მას ყავს უცხოელი ექიმი, რომელმაც უკვე კარგად იცის მისი საჭიროებები და შესაბამისად უფრო მკურნალობის მეტი ეფექტურობისთვის კარგი იქნებოდა მისი ჩართვაც. ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. ბატონო ნუგზარ, მოგესალმებით და ალბათ ამ ამბის კომენტირებით უნდა დავიწყოთ. მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა იყო მოთხოვნა შეწყალების თაობაზეც, ჟღერდებოდა საჯაროდ ყოველ შემთხვევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ელენე მოიწერა, რომ არავის არაფრის თხოვნას მე არ ვაპირებო, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყველანი მივესალმებით იმას, რომ ადამიანს რომელსაც ჭირდება სამედიცინო დახმარება, რომ აღმოჩენილი იყოს ასეთი ხარდაჭერა. ეს არის სრულიად ბუნებრივი რამ და ის რომ გვიხარია ტრაგიზმი ჩვენი ყოფის სწორედ ეს არის, რომ აი ესეთი ამბები გვიხარია, რომ ადამიანს რაღაცა დროს ტკივა გადაიყვანენ ისეთ კლინიკაში, სადაც აი ამ ტკივილს გაუნეიტრალებენ ექიმები. უბრალოდ აბსურდულობა ჩვენი ყოფის სწორედ ამაშიც არის, რომ აი ეს არის სიხარულის საგანი და რომ არ ვიცი, გადაიყვანენ ადამიანს და ასე. ბავშვი დღეს
ელენემ თქვა თვითონ ჩემი სოლიდარობა და ძალიან დიდი პატივისცემა ელენე ხოშტარიას და დღეს მან თქვა სიტყვები, რომელიც მე ვფიქრობ, აი ამ ეპოქის სულისკვეთება ძალიან კარგად ასახავს. აუტანელია არა ტკივილი, რომელსაც მე ვგრძნობ, არამედ აუტანელია ის, რომ სიმართლეს, ღირსებას და სიცოცხლეს ფეხქვეშ თელავენ ხელისუფლების წარმომადგენლებიო. აი ეს ნამდვილად ასახავს, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამდენი დრო შეიძლება დაჭირდეს მარტივ რაღაცას, რომ ადამიანს როდესაც აქვს ტკივილი და როდესაც ჭირდება სამედიცინო დახმარება აღმოუჩინო მას. სხვა შორის აი ანადოლიძე იყო ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი და მან ამ საკითხზე კომენტირებისას ოპოზიცია რაღაცნაირად არათანმიმდევრულობაში დაგადანაშაულად, რომ ისევე როგორც მოხდა მოთხოვნა ელენე ხოშტარიასთვის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფის შესახებ, ოპოზიცია ასევე უნდა იქცეოდეს მაშინ, როდესაც ზოგადად საქმე საქართველოში ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს ეხება. მან მაგალითად მოიყვანა ძალიან მძიმე სტატისტიკა, რომლის თანახმადაც თუ არ ვცდები 1000 მშობიარიდან 35 გარდაცვალება აღინიშნება საქართველოში, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში 1000 მშობიარეზე ასეთი მხოლოდ შესაძლებელი ერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა. იღებთ ამას როგორც ერთგვარ საყვედურს? ვითარ ვერ ხედავ, რაღაც უსაგონო საყვედური არის სიმართლე გითხრათ, არ შემხედრია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ადამიანი, რომელიც გულგრილი იყოს ქალთა უფლებების მიმართ. ხო, მაგრამ ეს უნდა იყოს გამოხატული რაღაცნაირად ამას გულისხმობდა. უმჯობესი არის, რომ ვიყოთ სხვა ქვეყანა, სადაც ყველაფერს ექცევა უფრო მეტი ყურადღება. ზოგადად ადამიანის უფლებები არ არის ის შელახული, როგორიც არის საქართველოში. და დანარჩენი ახლა ის რომ ქალთა უფლებების მიმართ ვიღაცას ჰქონდეს რაღაც აროგანტული რაღაც დამოკიდებულება, მე არ ვიცი, თუმცა ყოველთვის შეიძლება უფრო მეტი გააკეთო ნებისმიერ სფეროში და ეს სფეროც როგორც სხვა სფეროების დარად ივანიშვილის საქართველოში არის უკანა პლანზე გადაწეული. არ მხოლოდ პატიმარქალებს, არამედ ვიცით, რომ ზოგადად ქალთა უფლებები და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამას ძალიან ხშირად საუბრობენ. ნუ თუ იქნება რამე კონკრეტული ინიციატივები ან გაჟღერდება ესეთი რაღაცა ამბავი, ცხადია რომ ყველანაირი მხარდაჭერა ექნება ამ მიმართულებით. და მე კიდევ ერთხელ არ მინახავს საერთოდ რა ვიცი, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობდეს, რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი, ცხადია რომ არ. ხო, კიდევ ერთი ასე ვთქვათ, დიდი კითხვის ნიშანი არის დაკიდებული იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ალიანსში. რა თქმა უნდა, იგულისხმება, სხვათა შორის იგულისხმება არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ ალიანსის შესაძლო დატოვების გადაწყვეტილება, არამედ უკვე აგერ კონკრეტული მოლოდინები გაჩნდა თავისუფლების მოედანთან დაკავშირებითაც. ვიქტორ ყიფიანი იყო თქვენამდე ჩვენი გადაცემის სტუმარი და მან თქვა, რომ მისი აწუկე პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო აწარმოებს, ასე ვთქვათ, შეხვედრებს და კონდათ ერთობლივი ღონისძიებები თავისუფლების მოედანთან და ის არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის ალიანსში თავისუფლების მოედანი, უახლოეს მომავალში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობიდან. ლევან სანიკიძის განცხადება იყო, რომ უმრავლესობა პარტიის მხარდამჭერებისა ითხოვს ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ ეს პროცესი გახდება შეუქცევადი. ის რომ მოდი დავიწყოთ ალიანსიდან. და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ალიანსი არის სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანება, რომლებიც თანხმდებიან ფუძემდებლურ პრინციპებზე. რომ საქართველოში რა პოლიტიკური ვითარება არის და კოორდინირებულები არიან აი ეს პოლიტიკური პარტიები. ეს არის ალიანსის იდეა, ის არ გამოაქვეყნებს საერთო სიას მაგალითად, არ არის აუცილებელი რომ ყველა პოლიტიკურ საკითხზე კონდეს ერთი ანუ არსად შესვლა ან გასვლა არ არის საჭირო, ამის თქმა გინდათ, იმიტომ რომ უმჯობესი არის ყოველთვის რომ რათა პოლიტიკური ალტერნატივა არსებობდეს, პოლიტიკური ალტერნატივის კონტურები დაინახოს შიგნით ამომრჩეველმაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ასეთი ტიპის ალიანსი არსებობდეს. და სხვა შორის ეს ალიანსი სულ რამდენიმე თვე არის, ხო რაც არის დაფუძნებული და პირველი ყველაზე უფრო მთავარი
მისი ღონისძიება იყო 26 მაისი. 26 მაისს ჩვენ ვთქვარით ხალხს, რომ ვინც იზიარებთ აი ამ პრინციპებს, გამოდით ქუჩაში და ერთად გავაპროტესტოთ ეს ამბავი. გამოვიდა ათეულობით 1000 ადამიანი. და სხვა შორის ძალიან უცნაური არის, რომ 26 მაისის შემდეგ დაიწყო ტორპედირება სწორედ ამ ალიანსის. რას უკავშირებთ თან? ესე წესი და კანონით ხო უნდა ყო რომ ჩავარდნილი იყო ის აქცია. არა, რომ ჩავარდნილი იყო ის აქცია მაგალითად ხო, ამ ცოტა ხალხი გამოსული იყო. ან რაღაცა შეიძლება ვიღაცას კიდე რაღაც სკეპსისი ქონოდა. ამ ალიანსის იდეასთან დაკავშირებით. და ეთქვა რომ ნუ არ გამოდის რაღაცა ჩვენი ერთად ყოფნა და ამ ერთად ყოფნა ვერ მოგწვა ხელშესახების შედეგი ხალხმა არ ისმინა ის მოწოდება რომელიც ალიანსმა გამოაქვეყნა. ხო, მაგრამ თქვენ თავად ამბობთ რომ დაელოდა ნაციონალური მოძრაობა 26 მაისს და სწორედ 26 მაისის შემდეგ დაიწყო ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 30,000 კაცი გამოვიდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუდმივი თავდასხმები ამ ალიანსის. ჩემთვის არის სრულიად აუხსნელი აი რაიმე ვერსიაც არ გაქვთ? რა შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს? იმიტომ რომ თვით თქვენს მე ნახსენებ ნაციონალურ მოძრაობაში არის განსხვავებული პოზიცია ხო როგორც მე ვხედავ ახლა ამასთან დაკავშირებით. ხალბატონი ნანუკე ჟორჟოლიანი გამოდიოდა მას სხვა პოზიცია ჰქონდა თინამბო კუჩავამ თქვა რომ სააკაშვილს უნდოდა მაგრამ მე არ მინდოდაო. ახლა დღეს გამოვიდა ლევან ხაბეიშვილი და თქვა რომ მან ყოფნა და არ ყოფნა არ არის მთავარი სხვა რამე არის. თავარი ყველა დაიღალა ამ ამბებისაგან. ყველა პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს. თუ ვიქნებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება უფრო დინამიური მოქმედებისათვის წინაპირობა და ეს იქნება კარგი. თუ ახალი პოლიტიკური ძალები შემოუერთდებიან ამ ალიანსს, ეს ჩემი აზრით იქნება კარგი. თუ რამეს გააკეთებენ და უფრო აქტიურად იქნებენ, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება. ეხლა თუ ვიღაცას გასვლა სურს და იზოლაციაში ყოფნა სურს, ნუ ამასაც ჩვენ ვერ დავაკავებთ ვერავინ, ხო? თავის პოლიტიკური პარტია და თავისი ნიშნავთ და ვის გულწრფელთან თავისუფლების მოედანზეც მიდასტურებთ? არა, მე არაფერს არ გიდასტურებთ, არც ვიცი ეხლა უთქვამს ბატონი. ან თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ ჯერ საქართველოსთან მათ ჰქონდათ ერთობლივი ღონისძიება? არ ინფორმაცია თუ რამე სურს ვინმეს, ხო? გავლენ თუ ვისა ხონო თავისი ნება არის ესა და ერთს კითხავთ რა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით შემდეგ უკვე 26 მაისის შემდეგ მოვისმინეთ ღიად პრეტენზიები რომ ისინი რაღაცა სამუშაო შეხვედრებს არ ესწრებოდნენ აგერ 26 მაისის საორგანიზაციო პროცესშიც არ მონაწილეობდნენ ანუ თავისუფლების მოედანთან დაკავშირებით მსგავსი რა არ შეგინიშნავთ ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ყველა მე ძალიან ბევრ შეკრებაზე ვიყავი აი ამ ალიანსის განსაკუთრებით 26 მაისის წინ პრაქტიკულად ყველაზე და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა როდესაც თავისუფლების მოედანი იქ არ იღებდა მონაწილეობას მათ შორის ორგანიზაციულ საკითხებში ხო მაგრამ დღეს 29 ივნისია რა ხდება 26 მაისის შემდეგ ეს მითხარით ესე იგი არ მაქვს არანაირი ინდიკაცია იმისათვის რომ გავიმეორო ის რაც უთქვამს ბატონ ვიქტორს ისე ცოტა უცნაური კი არის რომ პოლიტიკაში შემოსვლა იმასთან იყოს დაკავშირებული რომ რაღაცა დიდი ევროპული დემოკრატიული ალიანსიდან რაღაც სხვა პოლიტიკური პარტია გამოვიდეს და ამის გასაცხადებლად იყენებდეს აქ ტრიბუნას ცოტა უხსნელი არის ჩემი აზრით ეს ამბავი ხო კი ბატონო ანუ თქვენ არანაირი მოკლედ ინდიკატორი იმისა რომ თავისუფლების მოედანი ალიანსის დასატოვებლად ემზადება არ გაქვთ არა მე არ მაქვს მაგრამ ხაზგასმით ვამბობ თუ კი იქნება უფრო ბევრი პოლიტიკური პარტია განსაკუთრებით იმ ფონზე საზოგადო აი ხშირად უყვართ ხოლმე პოლიტიკოსებს ხო თქმა რომ მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეს ხალხთან უნდა გავიგონოთ ხალხის ხმა მათი სურვილები უფრო მეტად რა უნდა გაიგონო, როდესაც 30,000 ადამიანი გამოდის ქუჩაში და ერთსულოვნად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ზოგს არც უყვარს ერთმანეთი, არც ერთმანეთის რაღაცა პოლიტიკურ პლატფორმებზე გიждდებიან, მაგრამ მაინც მოდიან ეს ადამიანები და გვეუბნებიან, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი. ერთობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ გადავდებთ ყველა წინააღმდეგობას იმისათვის, რომ მთავარ პოლიტიკური მიზნისათვის, გნება მთავარი ეროვნული მიზნისათვის გავერთიანდეთ. ეხლა ამის პასუხად
აი ამ ხალხის დიდი ეროვნული დემონსტრაციის პასუხად გაისმის მუდმივად რაღაცა დაშლისკენ მიმართული განცხადებები. ეს არის ჩემთვის სრულიად დაუხსნელი და მიუღებელი. ხო, შესაძლებელია დაშლისკენ იმისათვის, რომ შემდეგ უფრო ახალი ძალისხმევა გამოვლინდეს სხვა ოპოზიციური ალიანსების შექმნის. აი ხაბეიშვილის განცხადება ახსენეთ თქვენ. ციდან ხო არ ჩამოვარდებიან ეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ხაბეიშვილი რას ამბობს ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია ეს შედეგადი ამბავი, თუ სადმე მივდივართ და მოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვეტონ გამოყვებიან თუ არა. შედეგადი ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას. შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დიდი წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება. ამ შემთხვევაში ადრესატი, ხოდა. გავიგე, ეს შედეგადი არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების ლექსიკა, ხო? არავის იმ ალიანსში ყოთ პოლიტიკური პარტიებიდან არავისთვის არ უთქვამს ან გადი, ან შემოდი, ან რა ვიცი, შემოდი კი გვითქვამს ბევრისთვის, მაგრამ აი ეს არ ყოფილა, ხო? ამიტომ მგონია რომ ეს განცხადებაც არის რაღაც ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე ახალი დაპირისპირებების გამოძახილი. მე მესმის ტონალობა თითქოს და აკრიტიკებს იმ ადამიანებს, ვინც ამბობენ შევიდეთ თუ გამოვიდეთ და ბრძოლის რაღაცა სხვა ხერხებისკენ მოუწოდეთ. ეს არის მათი საქმე, წარმატებას უსურვებ. ყველა საქმეში ერთ-ერთი რაც წარმატებას ვერ უსურვებ, იმ გაუთავებელ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს ამ პოლიტიკური პარტიის შიგნით. ხო, თუმცა დაძაბულობა ოპოზიციურ ველზე შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გამკვეთრდეს, მოდი ასე დავარქვათ და უფრო აშკარა და მკაფიო გამოჩნდეს წითელი ხაზები გავლებული პოლიტიკურ პარტიებს შორის. აი ჯერ საქართველოზე ვსაუბრობდით, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და სხვათა შორის საუბრობს ქართულ ოცნებასთან დიალოგის შესაძლებლობაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. აი ამ შესაძლებლობაზე რას ფიქრობთ? ქართულ ოცნებასთან დიალოგს ცდილობს დიდი ხანი არის მთელი ევროპული საზოგადოება შეგონებებს რომ არ იყოს აი ესეთი ველური ფორმებით გამოხატული მათი მხრიდან არ იყოს თავდასხმები პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მუშტი კრივის პოლიტიკა არ იყოს და ადამიანების ციხეში დაჭერის. დღეს ახლა დაიჭირეს წყევლისთვის ადამიანი ერთი, დაიჭირეს ზვიად კუპრავა. გუშინ და გუშინ წინ დაიჭირეს სხვა ადამიანები, ახლა როდესაც ესეთი ვითარება არის, ნეტარ არიან მორწმუნენი, ხო, რა თქმა უნდა. იმედი არა ბოლოს კვდება და ახლა დავიტოვოთ იმედი, რომ რაღაცა შეაგონებს ვინმე ქართულ ოცნებას, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამის პირი არ უჩანს, ამის თქმა მინდა. თუმცა ამ ჯერ საქართველოს აქვს რაღაც სპეციფიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ბიოგრაფია. როგორი სპეციფიური? ბატონი ვიქტორი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, ის იურიდიული ფირმით მომსახურებას უწევდა საკუთარი იურიდიული კომპანიით და ამ ადამიანს და არ ვიცი რა ადამიანური კონტაქტები აქვს, რა შესაძლებლობები აქვს, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი. მე პირდაპირ ვიტყვი რომ ალბათ რაღაც დღეები დაჭირდება იმას რომ დავაკვირდეთ აი ეს ახალი პოლიტიკური პარტია რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მე გავიგონე რაღაც ეხლა ეს დიალოგი არ ვიცოდი ივანიშვილთან, მაგრამ მანამდე გავიგონე ჩვენ თლად ოპოზიციაც არა ვართ, არამედ ვართ კიდე რაღაც სხვა ოპოზიციასთან ერთად, როგორ ჩანს მიმდინარეობს აი ამ რაღაცა პოლიტიკური პლატფორმის პოვნა. როდესაც შემდეგ უკვე სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან გავიგონებთ მათ განცხადებებს, მე ვფიქრობ კომენტირება ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ ყოველი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდებოდა, ერთგული იყოს ევროპული ღირებულებების, თავისუფლების, დემოკრატიის, რომლის მთავარი დამამხობელი საქართველოში არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ხო, რა ახალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პლატფორმა ახსენეთ თქვენ და ანუ შესაძლებელია გამოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაიკავებენ აი ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ პოლიტიკურ ნიშას? მე არ ვიცი, სად არის თავისუფალი პოლიტიკური ნიშა. შუას რომ ვეძახით.
ნუ აქ ამ ასპარეზზე მესამე პოლიტიკური ამ ცენტრი. ასპარეზზე ბევრი არის საერთოდ რით არ არის მესამე არ ვიცი გახარია რით არ არის მესამე ლელო მაგალითად რომლებიც იყვნენ დაახლოებული გახარიან თლად თქვენც კი ესწრაფით აი ალიანსებს და გაერთიანებას იმისათვის რომ გახარიან თლად პრემიერ-მინისტრი იყო ხო ივანიშვილის და ივანიშვილის ბრძანებით თუ საკუთარი სურვილით უმოწყალოდ არ მევდა გვახსოვს ხო მიტინგებს და 20 ივნისი იყო სულ ახლახან იყო ერთ-ერთი წლისთავი ამ 20 ივნისის ხოლო თუ ამ ველზე ცდილობენ წარმატების მოპოვებას იმედ გაცრუებული ქართული ოცნების ამომრჩევლების მიმხრობას ეს ჩემთვის უცნობი არის. ალბათ ისინი ჩამოაყალიბებენ თავიანთ პოლიტიკურ დოქტრინას, როგორც ზოგად იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ისე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისგანაც ისინი ელიან მხარდაჭერას. თუმცა ეს მათი საქმე არის და ეხლა გამოჩნდება რაღაც. სხვა შეიძლება რაღაცნაირად გაკარით კბილი წილოსას რომ შესაძლებელიაო რაღაცა კომუნიკაციის გზები აქვს ივანიშვილთან შემორჩენილი ძველი თანამშრომლობის შემდეგ და თქვენი პოლიტიკური ლიდერი იყო სულ ცოტა ხნის წინ ნიკა მელია რომელიც პირდაპირ აბრალებდა მიხეილ სააკაშვილს ქართულ ოცნებასთან არათუ ეფექტურ კომუნიკაციაში, არამედ მოლაპარაკების წარმოებაში მისი ქვეყნიდან გაყვანის ასე ვთქვათ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ ამ გადაცემაშიც გვისაუბრია უსიამოვნო დისკუსია იყო ძალიან, ახლაც ვადასტურებ ამას. რამდენიმე გზის მოხდა თავდასხმა და მათ შორის სრულიად უსაგნო ბრალდებები იმათთან დაკავშირებით რომ ვიღაცამ ვიღაცის ფული აიღო და ასე შემდეგ ხა ახასიათებს ხანდახან ოპოზიციურ ზოგადად ოპოზიციურ სპექტს ერთმანეთთან კონკურენციის დროს დაკარგვა იმ საყრდენების რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასე მოხდა აი ამ თავდასხმების დროს, როდესაც გვაბრალებდნენ რომ თითქოს რამე ავიღეთ. მე მაშინ დავსვი შეკითხვა და ეს შეკითხვა არის ახლაც აქტუალური. თუ ვინმე მოსყიდული იყო, რაში გამოიხატა ეს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მაგალითად ადგებოდა და კოალიცია ბოდიშვიხტი და გაუправებდა ივანიშვილს აი გაყალბებულ არჩევნებს და შევიდოდა პარლამენტში, მაშინ ვიღაცას კიდე გქონდა საფუძველი ეთქვა, რომ აი ხედავ ესენი არიან მოსყიდულები, იმიტომ რომ ივანიშვილთან გარიგდნენ და შევიდნენ პარლამენტში. თუ კოალიცია გამოაკლდებოდა რომელიმე აქციას რომელიც გაიმართა ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ კიდე იქნებოდა რაღაც საფუძველი. თუ კოალიციისგან არავინ არ იქნებოდა არანაირად შევიწროვებული და მხოლოდ სხვებს შეავიწროვებდნენ, ეს კიდე იქნებოდა საფუძველი. ჩვენ გადაცემა გავხსენით ელენე ხოშტარიას უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით. და რატო ის ელენე ხოშტარია ციხეში? იმიტომ რომ კოალიცია გაურიგდა ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დაიჭირეს ელენე ხოშტარია და ასეთ მდგომარეობაშია. არჩევნების შემდეგ იყო დაჭერილი ნიკა გვარამია. ეს როგორ მოხდა? გაურიგდით ჩვენ და ამიტომ დაიჭირეს გვარამია. ასე მიხეილ სააკაშვილიც საპატიმროშია, არავის არ ხო და ამიტომ არამედიდან გადაიყვანეს ციხეში. ბრალდებები გარიგებასთან დაკავშირებით, ამიტომ არის სრულიად უსაგნო, ძალიან წუხარ ამის გამო. პოლიტიკური აზრი არ უნდა დეგრადირდეს ასე რომ ასეთ ხელაღებით ბრალდებები გაისმეს. ნიკა მელია ახლა ციხეშია შესაძლოა გვიყურებს კიდევაც ახლა ტელეეკრანიდან. უკვე მეორედ ეს ადამიანი მიდიოდა გადაცემაში და 50 კაციანი რაზმი დახვდა და გაიტაცეს. ხო, ეხლა ენას ძვალი არა აქვს მართლა, ხო? თუ ყველაფერი შეიძლება თქვას, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანებს აქვთ გონება და ყურები რომ მოისმინონ და გაიაზრონ ეს რაც არის და მე ვფიქრობ აღარც კი იმსახურებს ყურადღებას საერთოდ და ეს ბრალდებები იმდენად გააცამტვერა ისინი შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა. ცხადია რომ კოალიცია ცვლილებისათვის არის ერთ-ერთი მთავარი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოლიტიკური ოპოზიციური ძალა, რომელიც ახლა უპირისპირდება რეჟიმს და აი ეს მიეთმოეთი
ან ილია ჭავჭავაძის სიტყვები რომ ვიხმაროთ, აი ეს ფართი ფურთი ეხლა იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ვინმე მოსყიდული არის, მე ვფიქრობ, ყველა უნდა ჩავაბაროთ წარსულს, ასეთი იქნებოდა ჩემი სურვილი. მადლობა. ნუგზარ ციკლაურს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება უკვე ოთხშაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს ამ არხზე 13 საათზე გადაცემაში საქმე, ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე ვისაუბრებთ.